ეხლა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამ ფორმულირებაში კერძო სკოლებში სრული შენარჩუნება შეუძლიათ იმ პროგრამების რაც არის და გამოდის რომ სახელმწიფო დიპლომი კერძო დიპლომის წინააღმდეგ ძალიან ნაკლული გამოდის. როგორც მინიმუმ გამოცდებზე სხვა უპირატესობა ექნება, იმიტომ რომ იმათ 12 წელი ექნება სავარაუდოდ უმეტესობას დამთავრებული და გამოცდა და ესე ბაკალავრიატშიც კიდე ერთი წელი ზედმეტი ისწავლა, ხო, ეგრე გამოდის. ანუ ბაკალავრიატში ისე სამწუხაროდ ჩააბაროს, მაგრამ ხომ უმზადებული მიიღო. უნივერსიტეტმა შეიძლება რომ კერძო უნივერსიტეტში ჩააბარო ისე. არა, კერძოებშიც სამწლიანი იქნება. კერძოებში სამწლიანია. როგორც სამწლიანი იქნება. ანუ იქაც ანუ საერთოდ ვერ ხვდები როგორ უნდა შეუზღუდო ან უნივერსიტეტს რამდენი წელი შეიძლება იყოს მინიმუმი შეიძლება თქვა. იქ კრედიტების რაოდენობით თვლიან სინამდვილეში და არა წლებით. ხო და მინიმუმი შეგიძლია თქვა და არა მაქსიმუმი და აქ აპირებენ რომ სახელმწიფოებში თქვა მაქსიმუმი კრედიტების რაოდენობით და ეგ აბსურდია, იმიტომ რომ აი მაგალითად მასშტაბის მომზადების პროგრამაზე დაწყებითი მასშტაბის პროგრამა 5 წლიანია. საქართველოში ეხლა მაგალითად გადმოგაკ მაგალითად აკეთებ ორმაგ პროგრამას ამერიკელებთან ერთად. ისინი გეუბნებიან რომ ჩვენთან არის 4 წლიანი პროგრამა და თქვენთან 3 წლიანი და ამიტომ ვერ გავაკეთებთ, ხო? რა არის გამოსავალი მანდ რომ თქვათ რომ რა ვქნათ აი სახელმწიფო გვიგრძელოს მე 4 წელს თუ რას ვამბობთ.